მოგესალმებით ჩემო სიხარულებო და ჩემო კარგებო. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, ძალიან მიუყვარს ეს თემა სურვილების ასრულება, აგისრულება თუ არა შენი სურვილები რა. და ეს თემა იმიტომ ძალიან მიუყვარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სურვილები მისრულდება საერთოდ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რაღაც სულ ვეძებ, აი ეგეთ ამ თემაზე რაღაც საინტერესო ინფორმაციას და მე უკვე ვუზიარებ, ახლა უკვე დავიწყე უფრო მეტად ხშირად უკვე ვუზიარებ ამ ტექნიკებს და ამიტომ დღეს თუ თქვენს შემსავით გიყვართ აი ეს თემა დარჩით ჩემთან და დღეს რა თქმა უნდა ჩვენ ტაროს ვთხოვთ რომ ძალიან ღრმად დაგვეხმაროს ჩვენ რომ დაგვანახოს შეიძლება რაღაც აი ნახat ზოგჯერ არის ეს მომენტები რომ თქვა არ მისრულდება ხო ან დაუშვოთ ახლა რაღაც ნუ არ ვიცი რატომ აი ნუ არ ვიცი სწორედ ჩავიფიქრე თუ არა ეს სურვილი და ამიტომ ჩვენ ახლა დღეს ტაროს ვთქითხოთ ჩვენი დამხმარე ინსტრუმენტი უნიკალური დაგვეხმარება იმაში რომ ჩვენ უფრო გავარკვიოთ ნამდვილად არის შენი თუ არა ეს სურვილი იმიტომ რომ ჩვენ როცა სურვილის ვიფიქრებთ შეიძლება მაგ დროს ჩვენში ზის დედა მამა სოციუმი და ყველა ვინც ჩვენ კარ ნახობს და ნამდვილად შეიძლება სულაც არ მინდა მე იახტა მქონდეს და სულაც არ მინდა შეიძლება მქონდეს იქ რაღაცა რა ვიცი მე Ferrari სიტყვაზე ხო უბრალოდ მანქანა მინდა მაგრამ ახლა სოციუმი რომ კარ ნახობს როდეს მაგარია რაღაც უნდა გავაკეთო ხო მაგრამ ჩემი არ არის ეს სურვილი და ზუსტად ნამდვილად ნახოთ ახლა ჩვენ აგ გავარჩევთ ამას დაწვრილებთ და ნუ რა თქმა უნდა ვისაც ახლა თქვენ ეს თემები არ გაინტერესებთ აი ასე ღრმად მაშინ გადადეთ სხვა ვიდეოზე და ნახეთ ახლა შეიძლება სასიყვარულო თემები უფრო გაინტერესოს მაგრამ აქ ჩვენ შეიძლება სასიყვარულო თემაც იყოს იმიტომ რომ ზოგისთვის ესაც არის მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ დავიწყოთ ახლა ჩვენ კითხვები როგორც თქვის ყოველთვის მომზადებული მაქვს და ამიტომ ჩვენ ახლა დავიწყოთ და ვკითხოთ ტაროს ჩაიფიქრეთ სურვილი თქვენი თქვენს თავს კითხეთ ეს ნამდვილად ჩემია და ვნახოთ აბა ტარო რას გვეტყვის ჩვენ დავიწყოთ ახლა და ბოლოს მერე მომწერეთ ძალიან მინდა რომ მომწერეთ კომენტარებში რომ აი ნამდვილად იყო თუ არა თქვენთვის საინტერესო და თან მინდა დავინახო რამდენი დარჩება ჩემთან ბოლომდე ამ თემაში რა, იმიტომ რომ ეხლა სხვათა შორის ჩვენ ეხლა ვინც ამ წუთში შემიყურებს, ჩვენ გვექნება მარჩი სასწაული კიდე ესეთი აი ნუ ტრენინგი რა დავარქვათ მაგას, სადაც მე ვასწავლე როგორ ზუსტად უნდა ჩაიფიქრო, იმიტომ რომ ხო გითხარით რომ მე ნამდვილად ვიცი ეს ტექნიკები, აი რომელმაც შეცვალეს მაგრად ჩემი ცხოვრება და მინდა გაგიზიაროთ რომ თქვენი ცხოვრებაც შეიცვალოს, იმიტომ რომ უკვე ვინც მომყვება, იმათაც ძალიან მაგარი შედეგები აქვს, აი ძალიან უნიკალურია. დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ რა მდგომარეობიდან შენ ახლა უნდა ჩაიფიქრო ეს სურვილი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა მდგომარეობაში იმყოფები შენ, შეიძლება ეს შიში გქონდეს, შეიძლება თუ არ მჯერა, დაუშვოთ ხო? მაგრამ ნუ მოდი ვნახოთ აბა, აი ეგეთი რაღაც, აი ვნახოთ, ეს არის ყველაზე დამღუპველი რო იცოდე თქვენ, ესე იგი არ გჯერა შენ თვითონ რა. ნუ ეგაც გასაგებია, იმიტომ რომ შენ თუ არ იცი ეს თემა, არ იცი როგორ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს ხა წესი, ნუ შეიძლება არ გისრულდება. ნუ კაი, всё დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი კითხვა, ანუ რა მდგომარეობიდან შენ ჩაიფიქრე ეს სურვილი. შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ანუ ნამდვილად არის ეს სურვილი შენი. აბა ჩავიფიქროთ ესაც. ვნახოთ ახლა ისეთი კითხვა ანუ ეს შენ ნამდვილად როგორ არის იცით ნუ ვინმე ხომ არ ხომ არ აყევი რამე სიტუაციებს ნუ ხო ხდება შენია თუ არა ეს კი არის აქ ცოტა უფრო ღრმად მინდა აგიხსნით მე ამ პოზიციას ნახოთ კიდე რა უკვე გეხმარება შენ იმისათვის რომ შენი სურვილი ასრულდეს. კითხვა ძალიან საინტერესო, აგიხსნით ყველაფერს დაგიღეჭებთ, თქვენ იცით ჩემი ამბავი, მე მიყვარს ყველაფერი დაღეჭვათ, ხო? შემდეგი так, მოიცადეთ მდგომარეობა და ვთქვით, ჩვენ ნამდვილად არის თუ არა თქვენი ეს
რა უკვე გეხმარებათ, ეს იქნება რა გიბლოკებს და ვნახოთ ახლა რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ დააჩქარო ეს შენი სურვილი და ვნახოთ ახლა საერთოდ აგისრულდება თუ არა, ხო, ეს სურვილი. შესრულდება თუ არ შესრულდება. ნუ პენტაკლების დედოფალი, რა თქმა უნდა, აქ ახლა მიყურებენ გოგოები, ოხო. საქმიანი, გამარჯვებული, აქ მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, არიან ადამიანები, რომელიც ნამდვილად ეხლა ელოდებიან, აი იციან, ნუ ვინც პრინციპში ახლა იციან რა უნდა რა. კიდე გოგოება, არ ვიცი, ისეთი ინფორმაცია წამოვიდა, რომ შეიძლება აქ ვიღაცა ელოდება თავის იმპერატორს და ფიქრობს, როდეს გამოვა უკვე ამ სიტუაციიდან, ნუ ალბათ თქვენი არის აქ რაღაცა და სასიყვარულო თემებზე არის აქ საუბარი რა. так, არ ვიცი. ნუ თუ თქვენი არის სიგნიფიკაცია, მით უფრო რა. ან ძალიან მაგარი პროფესიონალი ხარ და გინდა თქვენ რომ უფრო კიდე გაიგოთ რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ ჩემი სურვილები შესრულდეს, ან შეიძლება უბრალოდ ეს სიტუაცია გვითხრეს რომ თქვა თქვენ სივრცეში არის უფრო მეტი ფიქრი ახლა თქვენს პარტნიორზე, შეიძლება ის იყოს თქვენი ქმარი დაუშვათ, ეგაც შეიძლება იყოს ვინმესთვის საჯარო გვაშლა გვაქვს. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. ანუ რა მდგომარეობიდან შენ ახლა ეს სურვილი ჩაიფიქრა. აი ეს არის როგორ ნახეთ რა კარგი მდგომარეობა და ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა შენ უკვე უსმენ შენს სულს, შენ ნამდვილად უსმენ და უჯერებს შენს სულს, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგი კავშირი გაქვს შენ სულთან, ნამდვილად, ანუ როცა შენ უკვე, აი ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, როცა შენ უსმენ და მე ამასაც ვეთყოდი, რომ ანუ შენი თუ არა სურვილი, კი, აი ვიცოდი რა. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ უკვე იქნება, იმიტომ აჩვენეს, რომ აქ ესეთი ადამიანი თქვენ შეიძლება გამოცდილიც ხართ უკვე, ან უკვე გაქვთ ეს თქვათ თქვენ ცხოვრებაში ეს მოვლენა, რომ თქვათ აგისრულდათ რაღაცები შეიძლება თქვენს იცით რამე ტექნიკა, ნუ სულ მცირე თქვენ გჯერათ იმისი, რომ კი, სურვილის ასრულება არის მართლა ისეთი თემა, რომელიც ნამდვილად მუშაობს, იმიტომ რომ თქვენ აქ ნამდვილად ეს არის თქვენი გულიდან წამოსული სურვილი, ნამდვილად, იმიტომ რომ კარგი კავშირი გაქვთ თქვენ სულთან და მას უსმენ და არა ვიღაცებს და სოციუმს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თქვენ თვითონ ეს კიდე და კიდე მინდა გავიმეორო, ძალიან კარგი კავშირი გაქვთ თქვენ სულთან, ეს არის ძალიან მართლა მნიშვნელოვანი რა. და ანუ თითქოს როგორ არის, იცით, ნუ ნამდვილად ეს გინდათ რა, ანუ არავინ აქ არაფერს არ კარნახობს, თქვენ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ხო? ნახოთ აბა რა უკვე გეხმარება თქვენ ამაში, რომ ეს თქვენი სურვილი აგისრულდეს, რა გეხმარება, იმის უთასები რა. ნახეთ, თქვენი კარგი განწყობა, თქვენი კარგი, ანუ შეიძლება პოზიტიური თქვენი გარემო შეიძლება თქვენ ან ცდილობთ თქვათ, რომ იყო და ზოგ შეიძლება ოჯახიც იყოს ეგრე, ან ნდობა არის ძალიან, რომ აქ სუთასები, აქ ადამიანს გეუბნებით ძალიან პოზიტიურადაც უყურებს ამ სიტუაციას, იცის რომ მინდა ეს ზოგ შეიძლება რა თქმა უნდა აქ სასიყვარულო თემაზეც ფიქრობ თქვენ და გინდა და გჯერათ რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ძალიან როგორ გითხრათ, ისეთი პოზიტივი მოდის რომ რა ვერ აგიღწევთ რა, ჩემი სულიც ახლა არის მოკლედ ძალიან გახარებული რომ თქვენ ასეთ ენერგიებში ხართ რა, ეს არის ძალიან მაგარი რა. და ამიტომ რა უკვე გეხმარებათ, თქვენი ოჯახი, თქვენი გარემო, თქვენი თქვათ ის საზოგადოება, თქვენი განწყობა, ის რომ თქვენ ცდილობთ მაქსიმალურად რომ უყურებთ თუნდაც ყველაფერს პოზიტიურად, იმიტომ რომ რა არის, იცით, ჩვენ ცხოვრებაში ის შემოდის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ხო იცით, ახლა შეიძლება იცით თქვენ ახლა ეს ისე რა ქვია, როგორ არის ქართულად ახლა პრიჩა რა, როცა შევიდა ადამიანი, რო წავიდა სხვა ქალაქში იფიქრა რომ გადავის სხვა ქალაქში საცხოვრებლად, რომ მივიდა და იქ რო იჯდა მოხუცი და ეკითხება რომ აქ ამ ქალაქში როგორი ადამიანები ცხოვრობენ, აბა თუ მეტყვეთო და ის ეკითხება რომ შენ ქალაქში რა ადამიანები ცხოვრობენ, რანაირები ცხოვრობენ და ძალიან ესეთი ცუდები, ნერვების მომშლელები, ჭორიკნები, რაღაც არ ვიცი რა და აქაც ეგეთები არიან რა, ეგრე უთხრა მოხუცმა და მეორე ადამიანიც მოვიდა მაგის მერე და ეკითხება აქ როგორი ადამიანები ცხოვრობენ ქალაქში და შენ ქალაქში როგორი ადამიანები ცხოვრობენ, ძალიან კარგები, ისეთები, რომ ერთი ოჯახებით ვიყავით, ყველას ერთმანეთს ვიცნობდით.
აქაც ეგეთები არიან. ანუ განწყობა შენ რასაც დაინახავ ის იქნება და აი აქ მე ვხედავ რომ თქვენ ეს განწყობა ნამდვილად გაქვთ რა და ნამდვილად ხარ თქვენ მზად იმისათვის რომ ეს თქვენი სურვილი მიიღოთ, იმიტომ რომ თქვენ სულს უსმენთ, გამიგეთ, თქვენ ახლა მის კარნახს უსმენთ და არა ვიღაცებს, გამიგეთ. კარგი განწყობა ძალიან გაქვს ეს მომეწონა. ნუ ნახოთ რა შეიძლება ბლოკავს თქვა დაუშვოთ, ხო? აი რა შეიძლება ბლოკავს. ნუ აქ პრინციპში როგორი რა ბლოკავს და აი ზოგჯერ შეიძლება არის აი ნახეთ აი ამ არკანით ახლა როგორი ინფორმაცია მომდის იცით, შეიძლება თქვენ არა აი ეს არ მომდის ერთი წამით მოიცადეთ გეტყვით ახლა ბლოკი რა ბლოკავს აქ არა რო არ გიჯერა არა მგონი რა ბლოკავს აი გეტყვით ახლა მე რა ბლოკავს აქ ზუსტად ნახეთ აი ეს ბლოკავს ნახეთ განწყობა გაქვთ სულს უსმენთ სურვილი თქვენია, მაგრამ ზუსტად აი ეს ზოგჯერ არ ვიცი სწორედ როგორ გავაკეთო, არ ვიცი, აი შეიძლება ეჭვი გეპარებათ, რომ აი ნამდვილად აი იმიტომ რომ ნახეთ რა ხა გეტყვით. მე მქონდა ეგეთი სიტუაციები, მე ძალიან ბევრი აი წლები სულ ვაგროვებ ხოლმე აი ესეთ საინტერესო თემებს, სულ, მაგრამ აი ახაც გოგოები ვინც მყავდნენ ტრენინგზე, მაგათაც მოუყევი, რომ ეს იყო ხაოტური რა, აი აქაც ნახეთ ხუთიანი არის კვერთხების რა. ეს იყო ზუსტად როგორი მომენტი, იცით რომ აქ ამას გამოვიყენებ, თქვათ რაღაცა მოხდა ასრულდა, მერე თქვათ სხვა რაღაცა და ანუ არ ქონდა თანამიმდევრობა, გაიგეთ? ანუ სწორედ არ ვაკეთებ, всё, вот მოვიდა ინფორმაცია. სწორედ არ ვაკეთებდი, ანუ ამ სურვილის ასრულებასაც აქ თავისი, ანუ თანამიმდევრობა, გამიგეთ? და შეიძლება აი ეს გიბლოკავთ თქვენ, რომ თქვენ არიცით რა არის მერე გავაკეთო, თქვათ, კაი, ჩავიფიქრე, დაუშვათ გოგოები მეკითხებოდნენ ადრეც, რომ კაი, დაუშვათ დავწერე მე ხა ეს სურვილები, ეს ფურცელი საწავიღო, დავხიო, დავწვა, შევინახო თუ რა ვქნო, შევიჭამო ხო, რა გავაკეთო, არ ვიცი, ხო? აი ეგეთი რაღაცა. ან თქვათ შეიძლება ადამიანი თქვათ, ნუ ჩაიფიქრე შენ სურვილი და დადეხარ მთელი დღე და იძახე რომ აი არა რაღაცა სისულელი ჩავიფიქრე, ეს რაღა ამისრულდება და აქამდე არაფერი არ მისრულდა და ეს როგორ ამისრულდება, არ მჯერა. შინაგანი საუბარი. არა, ეგაც შეიძლება, კი. ან დაწეკი ღამე და ფიქრობ მარტო ნეგატივზე, ეს ამან დღეს გამაბრაზა, იმან გამაბრაზა, იმან ასეკნა და ისე უფრო მეტი ნეგატივი იმიტომ რომ ეს ასე დილით გაიღვიძე, პირველ რიგში ტელეფონი დაიჭე და სკროლავ, ეხლა რა ხდება იქ ვის ქვეშარ და ვის ზევით და ვინ მოკვდა, ვინ დაიბადა, აი იმას უყურებ, გაიგე, ანუ всё უკვე აი ეს არის, გამიგე და ერთი წუთი მარტო შეიძლება თქვათ, ნუ დაუშვათ გააკეთე ან მედიტაცია ან რაღაცა დღის განმავლობაში 5 წუთი შენ ფიქრობ, რომ კი, ყველაფერი კარგად იქნება, მე მჯერა რაღაცა და მე გადახვედი აი ამ გაუგებრობაში და აი ზუსტად ეხლა როცა შენ იცი ზუსტად რა არის მე თან პლუს კიდე როგორ რანაირად განწყობა ეს როგორ მოვიყვანო ჩემი თავი იმ განწყობაში, რომ ეს ყველაფერი ამისრულდეს, ამისათვის თქვენ გჭირდებათ პროფესიონალი ადამიანი რომელიც თქვენ დაგეხმარებათ იმას ამ დალაგებაში და როცა დაალაგებ, მე უკვე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განწყობა გაქვს, უბრალოდ აი სწორედ როგორ აი ეს იუსტიცია ზუსტად სწორედ როგორ გავაკეთო, ეგ არ ვიცი. აი მეშლება ხოლმე რა, ხელი და არ ვიცი. აი იმიტომ გეუბნები, სხვადასხვა დავაკვირდე, როგორც გინდა ისე მიიღეთ, ეს ინფორმაცია ვინც მომყვებიან გოგოების სულ მაგათი ცხოვრება, აი მართლა ძალიან ლაგდება, რატო? იმიტომ რომ გეუბნები, მე ვარ პრაქტიკოსი. მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ რაღაცას პრაქტიკას, ანუ დავიჭირე რაღაცა, მომეწონა, აბა სინჯე გამოვიდა, აბა როგორ გამოვიდა, აბა როგორ ჯობია, კაი, კარგია. მოდივ კიდე, გამიგეთ და არასოდეს არავის არ თავაზობ იმას, რაც ჩემზე არ ემუშავა რა და მერე უკვე ვინც მომყვებიან, იმათიც სურვილიც, იმიტომ სრულდება, იმიტომ რომ მეც მივხვდი რომ საერთოდ მივხვდი რომ ყველაფერს სჭირდება, ანუ უფრო იაფი ჯდება და უფრო ხარისხი
რიცხიანი და უფრო ნაყოფიერი, როცა უკვე მე მაგალითად ეგრე ვარ რა, თუ რამე მინდა ახალი, მიმართო ადამიანს, რომელსაც მე ვენდობი, მას ვუხდი ფულის, რომ მას სწავლოს, როგორ სწორი, ვიდრე ამდენი წელი თქვათ რაღაცა ვეძებო, თქვათ ეს ჩემით რა, აი ყოველთვის უფრო მირჩევნია, იმიტომ რომ როცა რატო არის პროფესიონალი, იმიტომ რომ მაგან უკვე მოსინჯა, ისწავლა, იქ რაღაცა კურსები გაიარა, რაღაცა მოიზიდა და უკვე იცის. და იმას აქვს უკვე ჩემთვის გამზადებული რეცეპტი, რომელსაც მე რო ავიღებ და გამოვიყენებ, უკვე -20 წელი თქვათ, რაც იმან იძია ის რაღაცები, ხო, იმიტომ რომ ის უკვე გამზადებული რეცეპტს მაძლევს. აი ეს არის, ჩემი მიდგომა, არ ვიცი თქვენი როგორი, ჩემი ასეთი მიდგომა, რომ პროფესიონალი ადამიანი არის აქ საჭირო, რომელმაც იცის. დანარჩენი თქვენი გადაწყვეტილება არის. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ. ხო, იმიტომ რომ აქ გვეუბნებიან, რომ ეს ბლოკები, აი ეს არის ზუსტად რა. კიდე რა შეიძლება იყოს? ბლოკებში შეიძლება კიდე იყოს არა, ყველაფერი პრინციპში გითხარით მე რაც არის რა. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დააჩქაროთ, ნახოთ ახლა თქვენ. ანუ გჯეროდეს, აი ზუსტად, რასაც ვილაპარაკეთ, თქვენ უკვე ჩემი თავი, ვინც კი მიცნობთ კარგად, იცით მე ჯერ ვლაპარაკობ, მე და უბრალოდ მიდასტურებს რა. და ზუსტად ეს არის ეს მომენტი, რომ ეს რა უნდა გააკეთო იმისთვის, ანუ კონკრეტულად რა, ანუ შინაგანად შენ უნდა გჯეროდეს, რომ შენ იმიტომ აი რაც მე აგიხსწერეთ. აი რაც აგიხსწერეთ რა წეღან, რომ დაუშვოთ ახლა მე რო ჩავიფიქრე, მე უნდა ესე იგი მჯეროდეს, ხო? და ეს რაც მე თქვენ გითხარით დილით, შუადღისით, საღამოს, რას ვაკეთებ ჩვენ არასწორეს, რომ რასაც ჩვენ სურვილს არასრულებს. აი ამიტომ ეს არის იმისთვის უნდა იცოდე რა არის მე და პლუს კიდე რა თქმა უნდა, აი როცა შენ აკეთებ აი ისე როგორც მე ვთქვი წეღან, შენ ამით უკვე რა შვები რა, ეს შენი სურვილი ზემოთ კი არ მიდის, ქვემოთ მიდის რა, всё, უკვე არ სრულდება, იმიტომ რომ ამას სჭირდება ნამდვილად თავისებური მიდგომა და ტექნიკა. შემდეგი, ვნახოთ ახლა ჩვენ, თუ დავუშვოთ შენ ახლა გაითვალისწინებ ამ ყველაფერს, შენი სურვილი აგესრულდება, შესრულდება თუ არ შესრულდება. კი. 1000%-იანი. 1000%-იანი თქვენი სურვილი ასრულდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაუშვოთ აი ამას ყველაფერს, რაც კი ჩვენ აქ ვთქვით, გაითვალისწინებთ რა. გაითვალისწინებთ, იმიტომ რომ სამიანი არის აქ ქვერთხების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა შენ უკვე აი ახლა სხვა შორის TikTok-ზე ჩავწერე ვიდეო, არ ვიცი ვინც ახლა უყურებს, ნახეთ იქაც არის რა. რომ აი ზუსტად ზოგჯერ მე როცა ვწერ გაშლას ხო იმინა გამოდის იმ ადამიანებისთვის უფრო მეტად რა თქმა უნდა ვინც არის ჩემს სივრცეში ეს ასე მუშაობს თქვენ იმიტომ რეზონირდება თქვენ თქვა ზოგს როგორც პირადი გაშლა ხო შეიძლება სხვა ადამიანთანაც რო იყოთ არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ თუ ხშირად უყურებ ამ ადამიანებს თქვა ვიდეოს ესე იგი შენი სულიც უკვე იქ არის და ამიტომ უკვე რეზონირდება ძალიან მაგრად და ამიტომ იქაც გაშლა იყო ზუსტად ესეთი ვინც აი უშუალოდ დღეს ნახავთ თქვენ ვინც ამ ვიდეოს ნახავთ იქაც იქნება YouTube-ზე YouTube-ზე მეთქი TikTok-ზე რომ აი უკვე ასრულდება, იმიტომ რომ სურვილს კიდე რა უნდა, სურვილს სჭირდება დრო, იმიტომ რომ ჩვენ კი ამ ტექნიკებს ვაკეთებთ, მე ჩვენ ვუშვებთ ამას სამყაროში და უკვე არის ცოტა საჭირო დრო იმისათვის, რომ ეს სურვილი ასრულდეს. აი ზუსტად როგორ უნდა მოითმინო და რა არ უნდა გააკეთო, ესეც უნდა იცოდე, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ახლა ვთხრით რა ამას ამ სურვილს, აბა სად არის, აბა ფული ჩავიფიქრე, აბა სად არის ახლა ჩემი ანგარიში ისევ 00000 წერია და ვერ გავიგე მე ჩავიფიქრე იქ და სად არის ლარიანი მაინც დამანახეთ ხო არა ეგრე არ მუშაობს გინდას ურთიერთობაზე რომ ჩაიფიქრე პარტნიორის ხოთში ზამაგარი ახლა ჩავუგდე ახლა ჩემ გოგოებს მედიტაცია როგორ უნდა მოიზიდო შენი მონათე სავი სულის შენი ადამიანი და ჩავუგდე ახლა ხანს გოგოებს ეს მაგარი მედიტაცია არის რა და საერთოდ აი თან მე აი ეს მომენტები მიყვარს ძალიან როცა პროცესშიც რა ანუ როცა ვაკეთებ თქვა ტრენინგზე ვართ მუშაობ ჩვენ რა თქმა უნდა ყოველდღიური ჩემი ჩართულობა არის და
კიდე თუ რაღაცა საინტერესოს ვიპოვებ ხოლმე, კიდე ვუმატებ ხოლმე. იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი რაღაცა არის, როცა მე ჯერ რა თქმა უნდა იმ პროცესზე 21 დღე ტარდება, მიდის ხოლმე რაც მაუდა ეს ჩვენი ტრენინგი და იქ კიდე რაღაცა მომენტებს დავიჭერ, აი მინდა რომ კიდე გავუზიარო, იმიტომ რომ ნუ მიყვარს, ძალიან მიყვარს ეს თემა და ხო და აი ზუსტად ეხლა თქვენს პრინციპში განწყობა გააქვთ, აქ ძალიან მაგარი განწყობა გაქვთ, უბრალოდ ცოტა გინდათ, გჭირდება დახმარება. ნუ რა თქმა უნდა თუ ამას გამოიყენებთ რა, მაგ დახმარებას, მაშინ კი. და ნახოთ ეხლა კიდე აი ესეთი მომენტი მინდოდა მეკითხა, ანუ აი так, შედეგი ჩვენ ასრულება კი და ეს შედეგი ვნახოთ, კი ბატონო, შედეგიც ვნახოთ ახლა. დასრულდება კი თქვენი კი გოგოება აქ თუ ვინმეს გააქვთ ახლა თქვენს ადამიანზე ნუ მამაკაცზე ჩაფიქრებული გოგო ნუ სასიყვარულო მოდით ახლა გოგოები ბიჭებო ახლა ვინ ვიზე ფიქრობს იმიტომ აქ შეიძლება კიდე რას მეუბნებიან რომ თქვენ აი ზუსტად მეტყვილა არ მიტყვია მონათესავის სულზე ნახეთ იმიტომ რომ 6-იანი არის თასების 2-იანი არის თასების ნახეთ ნუ ვინც იცის ტარო სოციალურ ტაროზე კიდე ვინც იცის რო ვთქვი, ნახეთ აქ როგორი თემა, აი ეს არის თქვენი აქ მეფე ხა ამაზე გეტყვით, ეს რას ნიშნავს? ანუ ეხლა ჩემ აკადემიაში არის ძალიან მაგარი ცვლილებები, ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსურველი მყავს ეხლა ვინცაც უნდა რომ ისწავლონ ტარო და ძალიან მაგარი შეღავათი გავაკეთე, იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ამიტომ თუ ინფორმაცია გაინტერესებს, მიდეთ და ნახეთ აქ ვიდეოს ქვეშ იქნება ლინკი ჩემი დამხმარე ჯგუფს, კითხეთ, იმიტომ რომ ჩემი მაგალითად დიდი სურვილი, აი პირადად გიცხადებთ, რომ ყველას ვისაც აინტერესებს ტარო, ისწავლოს ჩვენს აკადემიაში და რატო პირველ რიგში მე მუშაობ ყოველთვის ადამიანებზე. რა, აი ესეც ჩემი პოზიცია ერთ-ერთი რა რო იტყვიან, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრს უყვარს ტარო, ძალიან ბევრს აი ხა თქვენ რო უყურებთ, ესე იგი ტარომ უკვე აგირჩია თქვენ იმისათვის, რომ თუნდაც სულ მცირე რომ გითხრას ინფორმაცია, მაგრამ ზოგს უნდა რომ თვითონ თავისთვისაც ისწავლოს სიტყვაზე, ან ცხლებს დაეხმაროს და მაგრამ მე მინდა ხარისხიანი, იმიტომ რომ მე ეს სისტემა, რომელიც მე თვითონ მაგ ნასწავლი, ეს სისტემა, რომელიც ეს არის შექმნილი ძალიან დიდი ხანი რა, იმ საუკუნიდან რა ვიცი, მოდის და არის უზუსტესი, თქვენ ხო მოგწონთ ჩემი გაშლები, ხო? რაზე ხო არ ლაპარაკობს საჯაროს მუშაობს და ამიტომ მე მინდა რომ ხარისხიანად ისწავლოს რომ და ხარისხიანი ტაროლოგები გამოვიდეს იმ ადამიანებისგან, ვინც მოდიან და უკვე თქვენ იცნობთ ბევრ ჩემს მოსწავლებს, შედეგსაც ხედავთ თქვენ უკვე და ამიტომ შევცვალე რაღაც მიდგომა და ნახეთ ინფორმაცია, თუნდაც ვისაც გაქვთ სურვილი, კითხეთ ჩემ დამხმარე ჯგუფს, ყველა ვარიანტში გიპასუხებენ და ახლა აქ რო დავუბრუნდე, აქ შემიძლია გითხრათ მეტყვილა არ მithქვამს მონათესავის სულზე, იმიტომ რომ ეს არის უშუალო, არის სიტუაცია, როცა ზოგისთვის ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ აი აქაც ბლოკი არის კიდე რაზე, ნახეთ კიდე აქ რო დავუბრუნდე, ტაროს აქ რამდენიმე ფენა, რამდენიმე ინფორმაცია მოდის და ახლა აქ რას მეუბნება ისეთ, რომ კი ბატონო, შენ გინდა სიყვარული, შენ სული ითხოვს შენი სული უკვე ითხოვს ამ თავის მონათესავეს სულს, ვისაც ბედნიერად იქნება, ითხოვს, მაგრამ ეგ არის რა ბლოკავს, რომ შენ არ იცი სწორედ რა უნდა გააკეთო და აი ეს მედიტაციები, რომელიც გოგოებს ჩაუწერე ახლა აი ურთიერთობის და პულის ტრენინგზე, აუცილებლად მივცემ იმათაც, ვინც მოვა ახლა სურვილების ტრენინგზე რა, რომელიც დაიწყება უკვე მარტის ბოლოს და ისეც შეგიძლიათ გაიგოთ პირობები ჩემ დამხმარ ჯგუფს. იქაც შევცვალე, ყველაფერი შევცვალე და ამიტომ გითხრათ იმიტომ რომ აი აქ ზუსტად თქვენ ხართ იმ პერიოდში რომ გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს თქვენი მონათესავის სული, მაგრამ უბრალოდ აი აქ არის ბლოკი რა არის, აი აქ ბლოკი დევს იმაზე რომ კარმულადად შეიძლება არ იცი როგორ რანაირად რა გავაკეთო. ეხლა მე იცი თქვენ უკვე რომ ბედის მატრიცას რა თქმა უნდა რომ მუშაობ და ვასწავლი კიდევაც, მაგრამ უკვე ჩემს ტრენინგებშიც აი ვეხმარები ადამიანებს რომ დაინახონ ეს პროგრამები, იმიტომ რომ პროგრამებიც გვიშლის ხელს ზოგჯერ იმაში რომ თქვათ
არა პროგრამები ჩვენ გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ ზრდაში, მაგრამ იმაში, რომ ჩვენ მოვიზიდოთ ის, რაც ჩვენ გვინდა, უნდა ვიცოდეთ რა მიშლის ხელს, რა პროგრამები მიშლიან ხელს. აი აქ იმიტომაც ჩვენ რომ კარმული ამოცანა, რომელიც შენ არ იცი და რომელიც შენ ზუსტადაც უნდა იპოვო იმისთვის, რომ შენი იმპერატორი შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. გამიგეთ რა ხდება? აი ეგაც არის მნიშვნელოვანი და ამიტომ ამ ჩემ ტრენინგებშიც ვაძლევ მატრიციდან ყველას თავის რაღაცა, აი თქვათ, კარმებს, რომ იცოდნენ რა ენერგიაზე უნდა იმუშაონ, იქ უხსნი ეს რა ენერგიები არის და ასე შემდეგ. ამის გარეშე ძალიან რთულია, იმიტომ და ამეჯერად გამოვიარე საკმაოდ დიდი გზა, 20 წელიწადი ვარ ამ თემებში და ვიცი რასაც გეუბნებით რა. აი ეს არის ზუსტად, აი ეს უნდა მეთქვა, რა ვიცი, მე მგონი ინფორმაცია იყო რაღაც სასწაული დღეს, გელოდებით კომენტარებში მომწერეთ, რამდენად ხლა თქვენ რეზონირდათ, ვინც იყავით ბოლომდე, ეგაც მაინტერესებს ძალიან, მე მიყვარხარ და ძალიან აი გულით და სულით თქვენსკენ ვარ და მინდა რომ თქვენ დაგეხმაროთ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიყო თქვენთვის საჭირო, იმიტომ რომ ესეც არის ჩემი დიდი სურვილი.